გამარჯობა. ეს მარტივად 15 წუთია. მინდა შეგახსენოთ ჩემთვის სასიხარულო ამბავი, რომ Subway არის ჩვენი მეგობარი და მიხარია და ჭამ და მიყვარს. დღეს ჩემი სტუმარია ლიკა ევგენიძე, რომელსაც ვიცნობ ბავშვობიდან, მიცნობს ბავშვობიდან, ოჯახებით ვართ ახლოს. და ამიტომ ჩემთვის ცოტა უფრო მარტივი იქნება, უფრო ისევ იქნება თავისუფლად. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა რომ დამპატიჟე. როგორ ხარ? კარგად. ჩვენივართ. ჩემი პირველი კითხვა ყოველთვის ერთი და იგივეა. და ამიტომ იგივეს კითხავ რასაც ყოველას. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ეგ ეგზისტენციალური კითხვა. არის ყველა ადამიანი ცდილობს, რომ მაგამდე მივიდეს, რომ საკუთარ თავთან ჯერ მარტო დარჩენა მოახერხოს. ძალიან ბევრი დაბრკოლების და შიშების გარეშე, იმიტომ რომ ხა მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მეორე პროფესიიდან ახლა ჟურნალისტიკას არ გულისხმობ, თერაპიებს, ბგერი თერაპიებს რო ვატარებ, რეალურად ჩემი დაკვირვებით ყველაზე მეტად ადამიანებს საკუთარ თავთან დარჩენა უჭირთ. არ უნდა. და ხო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის რა, ბევრი რაღაცა უნდა გაშიშვლო, რა ყველაფერი უნდა ჩამოიხსნა, რაც სოციუმისთვის გაქვს მორგებული, იმისთვის რომ ნამდვილ მეს შეეხო, ხო? და ეგ რო გააკეთო, ამისთვის გჭირდება რომ ძალიან მაგრად გაუცხობდე შენ თავთან, რომ გვერდიდან დაინახო ჯერ. სანამ დაუახლოვდები. ჩემთან ეგ მოხდა ძალიან დიდი ტრანსფორმაციის შედეგად. რეალურად მთლიანი სურათის დაშლა მომიწია ჩემი ცხოვრების, ასე მთლიანად ჩამოშლა და განულება იმისთვის, რომ აი იქამდე მივსულიყავი, აი ჩემი ვინ ვარ იქამდე, ჩემამდე გაუცხოვებიდან, ძალიან მაგარი გაუცხოვებიდან, რომ აი ეს ფოკუსი გამესწორებინა მე შორიდან. დამენახა ჩემი თავი. მაპატია რომ გაწყვეტენ, აქ არის მე მგონი იმაში იოგის მიმდევრებიც ამას ერთ-ერთი მეთოდია რა მათი, როგორც გამიგია, რომ მე საერთოდ უნდა გაქრეს ჯერ და მე იბადები თავიდან და უკვე რეალურად რა. ხო, არ მარტო იოგაში, სხვადასხვა აღმოსავლურ კულტურაში შეგხვდება სხვადასხვანაირი მიდგომით ეს რაღაცები, თუმცა მე არ ვარ ერთი რაღაცა იმის მიმდევარი, ესე რომ თქვა, ჩემთვის საინტერესო აღმოსავლურიც, დასავლურიც, იმიტომ რომ ზუსტად ის ნაერთი არის ხოლმე ჭეშმარიტება საბოლოო ჯამში რა, ყველაფრიდან აღებული რაღაცა ცოტ-ცოტა, ხო? და არა თქვა, იმიტომ რომ ნებისმიერი რამე, რაშიც ჩაეშვები და გადაწყვიტავ რომ იმის იქეთ სხვა არაფერი არ არსებობს, საბოლოო ჯამში ჩარჩო ხდება ხოლმე რა. და ამ ჩარჩოში რო არ მოვიქციოთ, თავი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს მივცეთ ის თავისუფლება, რომ ბევრ ჭეშმარიტებებს შევეხოთ, ხო? იმის რეალურად ადამიანი მთელი ცხოვრება მაგ გზაზე ხარ, ძიების. შენ ხარ, რომელიც ასე ვთქვათ, ტრანსფორმირდება სულ მუდმივ ტრანსფორმაციაშია, მუდმივ ზრდაშია. ანუ ძიების პროცესშია სულ ის ხარ. კი, ანუ მე ვერ დავარქმევ რაღაცა ესე კონკრეტულ რაღაცა სახელს. ხო, ეგეც რეალურად რაც დამარქვეს ის ვარ. სახელით. ეგეც სახელია რა. კი, თუმცა ის რომ ადამიანი ძიების პროცესი როგორც თავდება განვითარებაც რა. ამიტომ აი არ მიყვარს ხოლმე ამ ჩარჩოში ჩასმა რა. იგივე აი საკუთარი თავის ჩარჩოში ჩასმაც, რომ დავარქვა, რომ დღეს მე ვარ აი ეს და მორჩა ხო ხდები რაღაცნაირად. ხო, მაგრამ ეგეც აი ნახე, შეიძლება რაღაც მომენტში არასწორად გაიგე, მაგრამ ეგეც პასუხია რა, რომ მაძიებელი ხარ მაშინ როცა კი, აბსოლუტურად. ეგეც პასუხია ჩემთვის, მაძიებელი ვარ ცალსახად, კი. სულ კითხვები მომდის, როცა მარტო ვარ შესაბამისად, სულ რაღაცა პასუხების ძიებაში ვარ მეც. კი. მაგრამ როდის რა, სიმართლე რო გითხრა, საკუთარ თავთან სიახლოვე მაშინ მოდის, როდესაც საკუთარ თავთან შეგიძლია ისე დარჩე, რომ კითხვა არ დაუსვა. აბა, მომიყავი რა. აი ხთა მაინტერესებს. აი რა არის, აი ხა რასაც ლაპარაკობდით, რა იგივე აი რასაც სწავლობ იგივე სულიერ განვითარებაში ვთქვათ, აი მედიტაციით, ხო? ხო. რომ საკუთარ თავთან დარჩე იმ ფიქრების გარეშე, იმიტომ ის კითხვებიც ფიქრებია, რომელიც შემოდის შენს ტვინში რა. ის ყოველთვის შენი არ არის. ძალიან ხშირად. ხო, რა თქმა უნდა. და რაღაც მხრივ, აი ეს კითხვები რო ქრება და უბრალოდ იმ რაღაცა
მაღალ მესთან შენს აი იმ რაზეც ვაპარაკობთ, ხო? მეს რასაც ვეძახით. სიმშვიდეა? ხო, აი იმასთან წოდომას რო ამყარებ რა, იქ ეს კითხვები არ გჭირდება. და მაგას ხშირად ამყარებ, ანუ შენს თუ შეგიძლია მაგის კეთება? იცი რა, ამას დისციპლინა ჭირდება და რაღაცა პრაქტიკაში ყოფნა ჭირდება. ხა ჩემ შემთხვევაში მე ძალიან მეხმარება ის, რასაც ვაკეთებ. აი ამ ცენტრის პოვნაში, ხო? იმიტომ რომ რაღაც მხრივ ჩვენ გვიწევს, ხო, სულ გარეთ ვიყოთ ადამიანები. ჩვენი რაღაც საქმიანობიდან, ოჯახთან ურთიერთობიდან, მეგობრებთან, პარტნიორთან, ხო, რაღაც გარეთ ვართ უმეტეს შემთხვევაში. მე ის დაგროვილი კითხვები არის, რომელიც მარტო რო რჩები. გიწევს რომ შენ თავს დაუსვა, რაც გარეთ დაგიგროვდა, ხო? მაგრამ როდესაც იცი როგორ დაიბრუნო ის ცენტრი, რომელიც არსებობს შენში, ის ყოველთვის არის შენში, არსად არ მიდის რა, შენ რა ქაოსშიც არ უნდა იყოს, ის არის რა, აი როგორც ზღვა როგორც არ უნდა ღელავდეს, იმ ტალღების შიგნით ყოველთვის სიმშვიდეა, სიღრმეში. ეს სიმშვიდე ჩვენს გონებაშიც არის. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ცნობა როგორ დავამყაროთ ამ სიმშვიდესთან. და როგორც კი შენ სწავლობ ამას, მაგრამ ამას ყველა სხვადასხვა დრო ჭირდება, ხე მე ვერ გეტყვი შენ რამდენი დრო დაგჭირდება იმისთვის რომ მაგამდე მიხვიდე. არ არის რა, ესეც არ არის რაღაცა დანიშნულების ადგილი რა. ესეც პროცესია. ეს პროცესია და რეალურად ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი. მე სხვა გზა მაქვს გავლილი ცხოვრებაში, შენ სხვა გზა გაქვს გავლილი ცხოვრებაში, შესაბამისად მე და შენი გამოცდილებები, ცხოვრებისეული ჩვენი გონების მდგომარეობა, ჩვენი ემოციური ფონი, ყველაფერი განსხვავდება, ხო? ჩვენი ფიზიკურ სხეულს რა დაამახსოვრდა წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი კრავს რა. აბსოლუტურად. შესაბამისად იქამდე მისვლაც რა არის განსხვავებული ჩემთვის და შენთვის. სხვადასხვა დრო გჭირდება. შენ თუ მეკითხები როგორ უნდა მიხვიდე მანდ? კი. მე ხა დამაინტერესა, ალბათ კი ისმეთყვი. შენი აზრით მართლა შესაძლებელია რომ არაფერზე იფიქროს ადამიანმა რამოდენიმე წუთის მანძილზე, აი მართლა აი რომ არაფერზე იფიქრო. ეს ალბათ არის ყველაზე დიდი დასვენება გონებისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის, ხო? ეგ გიქნია? ხო, რა თქმა უნდა. ესეც ხო ეგ არის ალბათ ყველაზე მაღალი საფეხური არა? იცი რა არის, მედიტაციას თუ აკეთებ, არაფერი ამის ჯადოსნური არ არის, როგორ გიცხადე. თან ჯადოსნურია და თან არ არის ჯადოსნური, იმიტომ რომ ძალიან კარგადაც იხსნება ეს ყველაფერი. შენთვის, მაგრამ ეხლა ჩემთვის, რასაც მე ვნები, რომ შესაძლებელია რომ რაღაცა წუთების მანძილზე არანაირმა ფიქრმა არ უბრალოდ გამიელვოს მაინც, ჩემთვის მართლა ჯადოსნობა. ეს არის ტექნიკა რა. შენ თუ ამ ტექნიკას სწორედ აკეთებ და შენ თუ რაღაცნაირად ახერხებ რომ შენს ყოველდღიურობაში დანერგო ეს, აუცილებლად მიაღწევ მაგ წერტილს. რა ბენეფიტები აქვს? აი აუცილებლად. აი რაღაცები რაც შეიძლება გაწუხებდეს, აი მე მაგალითად ყოლია ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ჰიპერაქტიული ტვინი აქვს. და იტანჯება ამისგან, რომ ჰიპერაქტიული ტვინი აქვს. სულ რო გადარბის, ხო? აი მაგალითად დაურბით, აი შეიძლება ამას დიაგნოზიც ჰქონდეს, თქვა ADHD იწვევს ზოგჯერ აი ამ ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ხო? და მით უმეტეს დღევანდელი ანუ დღეს ისე არის განვითარებული ჩვენი ეს ტექნიკა, ყველა ვატარებთ гаджеტებში, დროს, ტელეფონებში, მოკლე ვიდეოებს უყურებთ, ანუ ჩვენი ტვინი შეეჩვია ძალიან სწრაფად ბევრი ინფორმაციის მიღებას, რა. ამ ინფორმაციას სწრაფად ვიღებთ, მაგრამ ამ ყველაფერს გადამუშავება ხო უნდა. აი ეს ქაოსი ხდება მე ჩვენს ტვინში, იმიტომ რომ ყველაფერი აი გინდა, არ გინდა, რაღაც შეიძლება ასკროლე, მაგრამ ის შემოვიდა უკვე. ხო. და ეს ქაოსი გვაქვს რა, მუდმივი. აი სხვა პრობლემებს რო თავი დაანებო. აი რო განვაზოგადოთ რა. ხო, აი ძალიან ზუსტ რაღაცას ამბობ, ეხლა მე მაგალითად აი ამის სკროლია დილით და მინახე რომ რაღაცა ზაღლი რაღაც სადღაც ვიღაცამ გაიტანა, მაგრამ ნუ ამის სკროლია რომ აღარ მივაქცია ყურადღება, იმიტომ რომ ცუთხესია ძარ დავდგე, მე უცებ ხვდები რომ საღამოს რომ მთელი დღე რატო ვიყავი სუთხე. გამახსენდა, იმიტომ რომ ზაღლზე ვნახე პოსტი. ხო, აი ეგ არის რა. ხო და მეც ყოლია ადამიანებისაც აი აქვს პრობლემა და ყოფილა რომ ბგერით თერაპიაზეც მოდიან ხოლმე და მაგალითად აი იქ ბგერით თერაპიაზე მე ვიზუალურ გიდირებულ მედიტაციას ვხმარობ იქამდე სანამ ბგერით თერაპიაზე გადავალ, იმიტომ რომ ადამიანებსაც გამოცდილება არ აქვთ იგივე მედიტაციის, მარტივად შეძლონ რომ წამომყვნენ ამ პროცესში. იმიტომ რომ შენ როდესაც მე რო გითხრა შენ რო ხარფერზე არ იფიქრო უცბად, შენ ამას ვერ გააკეთებ რა, მაგრამ როდესაც მე შენ ვიზუალს თავაზობ, რასაც შეიძლება წარმოიდგინე და გაყავე,
ეს გეხმარება რომ კონცენტრირდე. მივხვდი. ხო. შემდეგ უკვე ბგერით თერაპია შემომყავს, რომელიც ბგერით თერაპია პირდაპირ იწვევს ტვინის ტალღების სინქრონიზაციას და ჩაყავს შენი ტვინის ტალღებს, რამდენიმე ფაზაზე მუშაობს შენი ტვინი. მაგალითად თეტა და დელტა არის უკვე ყველაზე ეს დაბალ მდგომარეობაში, როდესაც მედიტაციურ მდგომარეობაში ხარ და დელტაში საერთოდ უსიზმრო ძილს რაც ეძახიან. ხო, მივხვდი. ანუ აი მანდ მაპატია რო გაწყვეტილებ სიხშირეებზე, აქ საუბარი ენერგიის, არა, არავით არის ენერგიის, ტვინის ტალღის სიხშირე. ეს იზომება, მეტი არაფერი. კი. ეს არის ტვინის ტალღებზე. ენერგიას გავეშვათ ამ წამს. ეს არის ტვინის ტალღები. ხო. იმიტომ რომ ცასებსაც თავისი სიხშირის ტალღები აქვს, რომელიც შემოდის, რომელიც ასინქრონიზებს ამ ტვინის ტალღებს და ეს ტვინის ტალღები ჩამოდის ქვემოთ. შენ თუ იყავი გამაში, მაგალითად, სადაც ძალიან აქტიურად მუშაობდა შენი ტვინის, ჩამოდის თეტაში. როდესაც შენ შვიდ მდგომარეობაში ხარ რა და ამ დროს უკვე მედიტაციურ მდგომარეობა შემოდის. მივხვდი, ანუ შენ ამ ყველაფერს აკეთებ მექანიკურად, ანუ მიყავს ადამიანი. ხო, მიყავს, ხო. და ეხმარები ამით რა და თქვათ ვიღაცა შეიძლება ერთ სესიაში ახერხებს ბოლომდე ჩასვლას. ვიღაცა შეიძლება 4 ჭირდება. გამომდინარე მის ტვინის მდგომარეობიდან რა. მაგრამ ყველა მიდის მაგ შედეგამდე საბოლოო ჯამში. ძალიან უცნაურია. მე მაგალითად ახლა შენ ხარ პირველი ადამიანი, ვინც ვნახე საერთოდ საზღვრებს გარეთაც ვთქვათ ვიდეოები არასდროს არ შემხვედრია, სადაც ბგერითი თერაპიის რა ქვია მაგ მოწყობილობას. კვარცის თასები, ბევრნაირი ინსტრუმენტი იხმარება ბგერით თერაპიაში დაწყებული კრისტალის თასებით, ასევე ჰიმალაის ტიბეტურ თასებს ეძახიან, ჰიმალაის თასები, რომელიც ლითონის არის შამანური დრამები, მაგალითად იხმარება ეს რაღაცა უფრო ეფექტებს ეძახიან რა. Ocean drama, წვიმის ჯოხი, კამერტონები, მაგალითად, საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტია, რომელიც თერაპიული დანიშნულებით იხმარება. და როგორ მიხვედი საერთოდ მაგამდე? აი, როგორ დაინტერესდი საერთოდ რომ რაღაც რითი პირველ რიგში, რომ მე მიხვედი მაგამდე? იცი რა არის, ჩემთვის ვაკეთებდი რა, თავიდან. ხო, და აი, რას აკეთებდი? რას ვაკეთებდი და აი იყო დრო, როდესაც მეც შეიძლება ეხა შენთვის ეგ უცნაური იყოს რა, იმიტომ რომ დღეს რო ამბობ ხოლმე რომ ის მეც მქონდა შფოთვები, ვერ იჯერებენ ხოლმე, იმიტომ რომ ეხა რაღაცა სიმშვიდე მოდის ჩემგან, რთულია რა, მაგრამ აი მაგას ვამბობ რომ შესაძლებელია რა, რომ კონდეს ემოციური ფონი, შფოთვითი აშლილობა და შემდეგ ეს ყველაფერი ისე ჩააბარო წარსულს, რომ ყვალი აღარ დატოვოს ამან. ჩემ შემთხვევაში ესე იყო. როგორ წლები დაგჭირდა? ხო, აი როგორ იყო, იცი მე მაგალითად ნიუ-იორკში რო ცხოვრობდი იმ პერიოდში მქონდა ძალიან გაუცხოვება ჩემ თავთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინ თქვი ახლა დასაწყისში და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ალბათ ისეთ საჩუქარი იყო ჩემთვის რა, იმისთვის რომ ეს zoom out-ი გამეკეთებინა ჩემ თავზე. მაიძულა რა. გაუცხოვებას შენ დეპრესიას ეძახი? თუ მოიცავს? არა, გააჩნია. მაგრამ ნუ ხო, რაღაც ტრანსფორმაციის პერიოდი არის რა. სხვადასხვანაირი ფორმით მოდი, არ მინდა რომ ერთი რაღაც დავარქვა, იმიტომ რომ სხვადასხვა ფორმით მოდის სხვადასხვა ადამიანის. და ვიღაცაებისთვის მიუღებელია ეს ტრანსფორმაცია და ამიტომ ხო იკეტებიან საკუთარ თავში და პირიქით მე მიუღებელი როგორ გითხრა რა, შეიძლება მზად არ ხარ იმ მომენტში მაგალითად რა. გამოვშტერდი საერთოდ მისწრებოდა. ხო, შეიძლება მზად არ ხარ იმ მომენტში. ჩემთვის ეს იყო რა, რომ რეალურად მივხვდი რომ რაღაცნაირად აი მე არ ვჯდებოდი იმ სურათში, სადაც აი ძალიან კაი სურათი იყო, მაგრამ მე არ ვჯდებოდი რა. ხო. ჩემი ნაწილი აი არ ჯდებოდა რაღაცნაირად რა და ამან მაიძულა რომ მივხვდი რომ უნდა დავშალო რა, იმიტომ რომ ხო იცის როგორ არის ხოლმე რა, როდესაც გარედან აშენებ საბოლოოდ შეიძლება შენ აღმოჩნდე ზედმეტი, იმიტომ რომ ვეღარ ჩაჯდე რა, მაგრამ შენი თავიდან როცა იწყებს შენებას ზედმეტი ვერ აღმოჩნდები. ძალიან სწორია. პირველ ტოპიკზე მაგას. ხო, აი ეგ არის რა და აი ეგ იყო ჩემ შემთხვევაში და მე ეს რაღაცები რომ უნდა დაშალო რა და გაანულო ძალიან მტკივნეული პროცესი არის რა და ამ პერიოდში შემოდის ხოლმე ხო ეს რაღაცა შფოთვები რა მე მქონდა პანიკური შეტევები მქონდა შფოთვითი აი ეს რაღაცა შეტევები ნუ არ სუდათ ვიყავი და აბსოლუტური გაუცხოვება რა ჩემ თავთან აი თითქოს რაღაცა ზემოდან რო უყურებ შენ თავს საერთოდ რაღაც სხვა მინდა დახყურებ და აი მაშინ დაიწყო რა. ყველაფერი შენ თავი მოგწონდა მაშინ? აი შინაგანად პიროვნულად. არა, რა თქმა უნდა.
ანუ დავკარგე რა, ის რაღაცა ჩემი სინათლე, ასე ვთქვათ, შიგნით რაც მქონდა, ის დავკარგე საერთოდ რა. და რა მოხდა? რას აი როგორ მიაგენი? ძალიან მაინტერესებს ხოლმე. იცი როგორ არის, ჩემ შემთხვევაში მე ვცადე მაშინ სხვათა შორის რაღაცა მედიკამენტების მიღებაც ისეც და საბოლოო ჯამში მე ცოტა სხვა მეთოდებით ჩემ მეთოდებს გავყევი რა ჰოლისტიკურ. გარემო შეიცვალე პირველ რიგში? კი, გარემო შეიცვალე. გარემო შეიცვალე. საქართველოში დავბრუნდი. ამანაც იმოქმედა და რაღაცნაირად თქოს ხელი შემიწყო. თუმცა ეს ადვილი გზა არ ყოფილა რა, არც მე რა, რაღაცნაირად მე ეს რაღაცებს ვაკეთებდი ჩემთვის ამ პრაქტიკებს. რიტუალური სახე ქონდა ჩემთვის სახლში, ქონდა ეს რაღაცა ჩემი სივრცე მოწყობილი, ისეთი სადაც სიამოვნებდა ამ რაღაცა მედიტაციებს ვაკეთებდი ხოლმე და ეგრევე მაბრუნებდა რა ამ რაღაცა ცენტრთან რა. ძალიან დამეხმარა. საკუთარ თავთან საუბრებს გულისხმობ მაგ დროს თუ არა, მედიტაციის დროს არ საუბრობ შენ თავთან. აი ხო და ძალიან შორს ვარ მაგ ყველაფრიდან და თან ისე მომწონს ეს ყველაფერი გიზდები და ვერ ხვდები. ხო, იცი რა არის, ნუ ეხრთულია რომ ეს მოკლედ ეს ყველაფერი ახსნა. ესეთი ძალიან ვრცელი თემა არის. აი თქვა ვამბობ, აი მაგ ხოლმე რა ეგ მომენტები ვარ ცუდად და მინდა რომ ცოტა საკუთარ თავს შემოუძახო. მე მაგალითად მაგიტო ალბათ შენ როგორ იცხარ და შენ რასაც აკეთებ ეგრე გონია რომ ხალხი შველის საკუთარ თავს. და მე საკუთარ თავს ველაპარაკები ხოლმე მაგ დროს რა რომ ვეუბნები რაღაც სამოტივაციო ტექსტებს და აბა ეხლა რაღაცებს ველაპარაკებ. და ეგ არ არის მედიტაცია ალბათ, ეგ არის მანიფესტაცია, რასაც იცი. არა, ხო, საკეს სამოტივაციო რაღაცების საკუთარი თავისთვის თქმა ძალიან კარგი არის, მაგაში ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ საერთოდ სხვადასხვა რაღაცას ვლაპარაკობ. ხო, და აი მაგას ვამბობ, მინდა რომ მოგიახლოვდე შენ და იცი როგორ არის, ნახე, ამ დროს შენი ცნობიერი მუშაობს. და შენ ჩადიხარ არაცნობიერში თუ ცნობიერში. ხო, აი საერთოდ აი სხვაგან ხარ. როგორ გითხრა? შენ ახლა მელაპარაკები გონებს. შენ მელაპარაკები ხარ გონებასთან, გაქვს უკავშირი და მე გეუბნები რომ მარტო გონებასთან კი არ გაქვს. არა, გულთან გაქვს კავშირი. შენი გული და გონება როცა ერთიანდება, საერთოდ სხვა სუბსტანციაში მოხვდები ამ დროს. ხო, და უბრალოდ მე ვერაფრით ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება რომ არსაიდან უცებ აი მაგამდე მიხვიდა. აი YouTube-ით დაიწყე, YouTube-ის მედიტაცია. იცი რა, არა, მე გამიმართლა რომ მეგობრებიც მყავს ისეთი, ვინც რაღაცებში დამეხმარა ძალიან რა. და საერთოდ ამ გზაზე რომ მიდიხარ, ხვდებიან ყოველთვის ისეთი ადამიანები, ვინც გინათებენ რა და გეხმარებიან. მინდა თქვა ხო ამბობ. ხო, ესეა, ყოველთვის ესეა რა. აი ეს რაღაც სინათლე ყოველთვის ჩნდება ადამიანების სახით და სხვადასხვა რაღაცების სახით, რაც გეხმარება. ხო, ჩემ შემთხვევაშიც აი მეგობრები გამოჩნდნენ, ვინც აი ესე ხო იცი რაღაცებში დამეხმარენ და რაღაცა მგზაზე დამაყენეს და დამეხმარენ პატარ-პატარა იმ კი და მე უკვე მეთონ ჩავყევი ამ რაღაცებს რა და ჩემიც ეს ინტუიციურად მივყევი რაღაცნაირად რა ნდობით. მე ეს ჰიმალაის თასები ვიყიდე. ჩემთვის ხმარობდი სახში რა, ჩემთვის ვაკეთებდი მუსიკალური ყური გაქვს და მაგრამ მუსიკალურ ყურს მან დიდად კარგია რომ გძნობდე მუსიკალურად რა თქმა უნდა ახლა როცა უფრო განატიფებული გაქვს სმენა უფრო კარგად გძნობ ბგერებს მაგრამ რეალურად ბევრად უფრო დიდი ცოდნა არის სხვა საჭირო მანდ თეორიული და პრაქტიკული ვიდრე უბრალოდ მუსიკის გაგება და კაი სმენა მაგალითად გასაგებია. საკმაოდ იგივენაირად სწავლება როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტი. კი, მე ვასწავლი ბგერი თერაპიას და პირველ გაკვეთილზე ალბათ 1-4 საათი მარტო თეორიაზე ვლაპარაკობ. პირველი ლექცია თეორიის არის 4 საათი სადღაც. 3-4 საათი. და რამდენ სასწავლო დღეს მოიცავს შენ? იცი რა, მე ვაკეთებ სამოყვარულო მქონდა, ეხლა რაც მქონდა 2 პროფესიონალების ჯერ არ დამიწყდა, პროფესიონალი ბევრად უფრო გრძელი გზა არის რა და სამოყვარულო 6 შეხვედრა არის ხოლმე და ეს 6 საკმარისია იმისთვის შენ სახლში შენთვის გააკეთო ეს ყველაფერი სწორად. არის ამაში რაღაცა ჯადოსნობა მე მგონი. იცი რა, ჯადოსნობა ყველაფერში არის, ნანკა. ჯადოსნობა რას ნიშნავს რა? აი magic-ს დღეს ყველაფერს რო ეძახე, magic რას ნიშნავს? როდესაც რაღაცაზე ახდენს ზეგავლენას. ამას ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად. ანუ ჯადოქრები ვართ ყველა. აბსოლუტურად ყველა. შენ ყოველ დღე ახდენ რაღაცაზე გავლენას. ხო?
და მაინტერესებს შენი ყოველდღიურობა, ვთქვათ, თუ ატყობ, რომ ხასიათი გეცვლება და ნეგატივისკენ. მე მაქვს ინსტრუმენტები, ოღონდ ფიზიკურად ინსტრუმენტს არ გულისხმობ. მანქანაშიზე ხარ, ვთქვათ. იქაც შემიძლია, რომ ეგ ცენტრი დავიბრუნო რა. აი სუნთქვით მაგალითად ხო სუნთქვით შეგიძლია გააკეთო ეს ყველაფერი სამედიტაციო მუსიკა შეგიძლია ჩართო სიხშირეები ჩართო ისეთი რომელიც ოღონდ ისეთი არა რა თქმა უნდა რომელიც თქვა ძალიან მოგადუნებს საჭესთან მაგრამ ისეთი რომელიც აი დაგეხმარება რა შენ როცა წვდომა დაამყარე შენ იქ მიბრუნება ყოველთვის შეგიძლია აუ ეხა ისეთ რაღაცას მეუბნები, მართლა გეუბნები, რომ მგონი არ ვიცნობ საკუთარ თავს. ეხა მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამე არ ვიცი კიდე საკუთარ თავზე და ძალიან დამაინტერესა. ეგ მეც ეგრე ვარ, მარტო შენ არა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი შრე არის, სადაც უნდა ჩავიდე კიდე რა. ეგ ხო იცი არ სრულდება. ეს არის ხო იცი რაღაცა შრეს ამოწურა. საერთოდ ეს ვინ არის და მე მართალსა, რომ რა დააშავა. ეგ კარგია. ეგ კარგია. ყველაზე მაგარი რჩევა რაც მიგერი ადამიანისგან რა არის? იცი რა, ძალიან მიჭირს ხოლმე აი ეგეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. აი იცი რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რჩევა მიმიღია ცხოვრებაში. ნებისმიერი რამე, აი ძალიან მარტივით შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს, თუ სწორ დროს გეუბნებიან. აი არ არის ახლა რაც გაგახსენდა ეგრევა. ეხლა არ მახსენდება ესე კონკრეტული არაფერი რა. მაგრამ იცი რა არის მე ვისწავლე ერთი რამე რომ ყველაფერი კარგი ხდება ეხლა არა გუშინ და არა ხვალ ხო იმიტომ რომ ის გუშინაც ეხლა იყო გუშინ რო იყო რა უბრალოდ შენ იმ წამს ცნობიერი არიყავი და ეხა ანალიზებ რომ ის გუშინ კარგი იყო იმიტომ რომ იმ წამს შენი ტვინი სხვაგან დადიოდა უკეთესელოდებოდა ან რაღაც ძველს მისტიროდა სულ მომავალში რატო ვიყურებით ამ წარსულში მართლა ესე განვითარდით რაღაცნაირად რა ეგ ალბათ არის ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანების ამ წამს რო ვკარგავთ ყოველთვის იმიტომ რომ რეალურად აი ბავშვებთან ეს აღზრდის ამბავია რა ეს მოდის რა რაღაცნაირად ესეა რა კოდივით გვიდევს რომ აი ესე გაგვირბის ორიენტირებულები ვართ რა, რაც სკოლაში სწავლობ ინსტიტუტისთვის ემზადები, ინსტიტუტში სწავლობ, მე სამსახურს ემზადები, მე სულ რაღაცას წინ გეგმავ. ხო, არ დამჭირდეს მეტი არაფერი არ გაქვს. არა, იმიტომ რომ ხვალში საერთოდ აღარ ვარ. ხო, რეალურად. და გუშინ ანუ აღარ არის, ვერ შევეხები. ხო, ამიტომ აი ის რომ სიამოვნებას როცა იწყებ მიიღო იმითი რაც გაქვს ამ მომენტში, ბევრად უფრო მეტ პლუსებს პოულობ რა. აი ეგ არის ძალიან მაგარი მადლიერება ირთვება რა აი რას ვსაპარაკობდით რა რომ გონებიდან გულში ჩადიხარ მადლიერება გულიდან მოდის რა აი შეგზნება ხო ქონია რომ აი მადლიერი რო ხარ აქედან ხო გისვენერად გიშვება რაღაც ხო სხვა სინათლე შემოაქვს მადლიერებას ნებისმიერ აი ოღონდ ეს შეიძლება იყოს ძალიან პატარა და მარტივი რაღაცეები ცხოვრებაში რისთვისაც მადლიერი ხარ. იმიტომ რომ შენ რაღაცები ყოველდღიურად რო გააქვს რა, იმას უკვე აღარ აქცევ ყურადღებას. აი რო წავიღო მე ის რაღაცეები, ხო დაგაკლდება. ძალიან. აი ეგარი რა მაგარი. და შენ წარმოიდგინე ყოველდღიურად რომ მაგას აფასებდე. ყოველდღიურად საშინლად აფასიაძე. ხო, ანუ აი უბრალოდ ჩამოწერო რა, რომ აი რა გიხარია დღეს რამ გაგახარა. დამიჯერე რომ იმ დღეს ბევრად უფრო კაი დღე გექნება. დღეს სუპერ ხასიათზე იქნება ეგ. ხო, აი ხო დილით რო ახლა მეც მაქვს ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ აი ეგ მაქვს რომ ვიცი რა რაღაცები რაც ეგრევე იმას მისავს. თორე მეც ადამიანი ვარ ის კი არ ვარ. ხო, მაგრამ არის რომ ზოგჯერ შეიძლება, მაგრამ ნუ მაშვები რა, ამას ვიჭერ. წარმოიდგინე, უბრალოდ რომ დაისახო, რომ აი დღეს დილით რო გაიღვიძებ, აი საღამომდე დააფასებ ყველაფერს რაც მოგეცემა დღის განმავლობაში. მარტო დღეს. არ დავისახოთ ძალიან მაგარია. ხვალ გავაკეთებ მაგას. აი გააკეთე ნახე. ეგ არის პირველი ეტაპი რაღაცა. არა ეს ეტაპები ხო, შენთვის ეგ ძალიან კარგი იქნება პირველ ეტაპად. ხო, მადლიერების შეგრძნება სხვათა შორის აი ეს უბრალოდ ხანდახან მემართება, რატომ მემართება, არ ვიცი, რაღაცა პატარა იმებივით მაგ ციმციმები ვით გულში და ვაიმე მადლობა ღმერთო, უცებ შეიძლება ვთქვა არ ვიცი რა მომენტში. ეგ ძალიან კაია რომ ემართება, მაგრამ მე კარგავ.
მარტივად ვკარგავ ძალიან, იმავე წამს ვკარგავ. და შენარჩუნება მადლიერების შენი აზრით მარტივია? არა, მარტივი არ არის, უბრალოდ დაკვირვების ანუ რაც უფრო მეტად აქცენტს გააკეთებ იმ რაღაც პლუსებზე და რაღაცებს აი იგრძნობ, რომ კარგია რა, რო არის. აი ეგ გაგიღვივებს მაგას. როდესაც შენ აი რეალურ გარდასახვის პროცესს გადიოდი. ტრანსფორმაციის პერიოდს გადიოდი. უმეტესწილად მარტო იყავი საკუთარ თავთან ცდილობდი რომ დარჩენილიყავი მიუხედავად იმისა რომ არ მოგწონდა შენი თავი. იცი რა არის? მე ამ საკუთარ მაპატია, იმიტომ რომ ეგეც დროს რატომღაც ადამიანები უფრო გაურბიან მე საკუთარ თავს, როდესაც არ მოწონთ თავისი თავი, სუცლობენ დრო გაიყენონ. არ მომწონს ესეც ვერ ვიტყვი რა. აი პროცესია რა, არ მომწონს ცოტა სხვა რაღაცა არის რა, საკუთარი თავი არ მომწონს. მეც ეგ მქონდა რომ არ მომწონს. არ მომწონსზე არ არის რა, რაღაცა შინაგან მდგომარეობა გაქვს არეული რა, და რაც დაალაგება გჭირდება, ხო, რეალურად ეს არ არის ხო ფიზიკური არ არის. ხო. იმიტომ ძალიან ხშირად ადამიანს გონიათ რომ ფიზიკურს რომ მოაგვარებ, ყველაფერი დაალაგდება ირგვლივ. ეგრე ხო არ არის. რეალურად შენ თუ გონებაში არ დაალაგე, როგორ შეიძლება ერთი და იგივე აკეთო და სხვა შედეგზე გახვიდე? შეიძლება ეგეთი რაღაც? ხო. აი ერთი და იგივეს აკეთებ და რო იცი რომ აი არ ვიცი, აი გამას გავკარი ბევრჯერ ხელი მაგალითად და დაისხა წყალი. და ყველა ჯერზე მოლოდინი მქონდეს რომ კიდე ერთხელ ხელს რო გავკრავ, არ გადმოვარდება და წყალი არ დაისხნება. ანუ ხო. უნდა შეცვალო შენი ხედვა რაღაცებისადმი. შენ რო ამ ხედვას შეცვლი, ქმედებაც იცვლება შენი და ქმედება რო იცვლება, მოვლენები და შედეგიც იცვლება. ანუ ეს ყველაფერი ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. შენ ყველაზე პრობლემური რა გქონდა შენი აზრით? აი რომელი სფერო შენი ცხოვრების? რას ვერ ალაგებდი ყველაზე მეტად? იცი რა არის სფეროს ეს ვერ ვიტყვი რა, ეს იყო შინაგანი ტრანსფორმაციის პროცესი ჩემთვის. ხო და რაღაცაში ხო თლიანად იცვლებოდა ჩემი მსოფლმხედველობა. ანუ შენ გულისხმობ რომ კარიერულადაც ყველაფერი. ხო, კარიერა არ ვერ ვიტყოდი რომ კარიერა იყო ჩემთვის რამე. არა. არ ყოფილი არა. კარიერა მე ჩემს საქმეს ვაკეთებ რაც მიყვარს და თვითონ მოდის ხოლმე რაღაცეები რა. ყოველთვის კი. ვუშვებ, რაც მისაღებია ვიღებ და აი ყოველთვის ეგრევა რა. მე არ ყოფილი ის ტიპი რომელიც ნადირობს რაღაცეებზე რა არასდროს. ინტუიციურად ხვდები რაღაც სიტუაციებში და ინტუიციურად მე რაღაცეები შენდება ხოლმე რა. აი აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ მიყვები როგორ გითხრა რა ამ რაღაცა დინებას. ვენდობი, დობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ხშირ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ თავს არ ვენდობით. ის კი არა რომ კიდე სამყაროს თან ძარცულია რომ ამ სამყაროს ენდო, იმიტომ რომ არც თუ ისე უსაფრთხო გარემოში არ ცხოვრობთ, ხო, რომ ვენდოთ. საკმაოდ რთულია ისედაც ეს ჩვენ ქვეყანაში ზოგადადაც. ამიტომ მაგრამ მაინც უნდა გამოიმუშაო რა რაღაც მაღალი ძალისადმი ეს ნდობა. შენ თვითონ პროცესსაც ენდობი ყველა კი, აუცილებლად. აი როგორია რომ მოჭიმული არისო, რა მაგარია. მე სულ მოჭიმული ვარ. და აი ეს მოდის მომენტით თკბობაც შეგილია ესე იგი, მართლა. ნახე როგორ რაღაცა ეს მოდის ყველაფერი, ეს არის კოდები რა. გენეტიკური ჩვენი წინაპრების დატვირთული რაღაცეები, ოჯახის და გარემოს და სოციუმის. ეს ძალიან კომპლექსური თემა არის. და კიდე წარსულის შენ ერთი არის რა, შენ სული მოხვედი რაღაც შენი მისიით, ხო, ამ სამყაროში და მე ძალიან ბევრ რაღაც შემოგეწეპა რა შენი არ არის. ეხლა მგონია რომ არა 2000 კილო. არა, აი წონა ვიგრძენი უცებ იმ ყველაფრის რა. ხო. ну ეს გეწეპება ოჯახიდან, გეწეპება, ოღონდ ვინმეს რაღაც გამიზნულად ცუდი განზრახვა კი არა, ყველა შეიძლება კაი განზრახვა ქონდეს, მაგრამ შენი არ არის.
ოჯახი, მეგობრები, მეზობლები, სკოლა, ბაღი, სამსახური, რა ვიცი, პარტნიორი, ყველაფერი რა, მთლიანობაში ყველა რაღაც თავისას გაწეპებს რა. და მე რაღაცები იმდენად შესიხორცებული გვაქვს, რომ საერთოდ კითხვასაც აღარ ვსვავთ ხოლმე ჩვენია თუ არა. და ტრანსფორმაციის დროს ხდება ამისთვის რაღაცნაირად თვალის გასწორება და ამ რაღაცების ჩამოხსნა. მე არ ვარ დედა ჩემი, მე არ ვარ მამა ჩემი, მე არ ვარ ჩემი მეზობელი. ხო. და ის რაღაცები, რაც შეიქონდა, ხო, რაც შენი გეგონა არ არის შენი რა. და მე ხდება ამის ჩამოხსნა რა, ჩამოხსნა, იქამდე სანამ აი იქ არ ჩახვალ რა, იმ პატარა ნანკას არ მიწვდები. და შენ თავს ყველაფერი უნდა აპატიო წარსულის. არ გქონია ეგ მე რა ვილაპარაკე, წარსული არ არსებობს. ეგ ვიცი, მაგრამ ჩემთვის შენ სხვა განზომილებიდან ეხა მე მელაპარაკები და მე აქ ქვემოდან ვცდილობ რომ რამენაირად მოგწვდე და კითხვებს გისვა. აი ადრე შენ წარსული ხო გახსოვს რაღაცები კითხვა. როგორ არ მახსოვს. მე უბრალოდ გეუბნები რომ შენ ყვებავ იმას, თორე წარსული როგორ არ არსებობს. უბრალოდ ემოციურად შენ აძლევ ძალას. მაგრამ ამას ვაძლევდე ხო, აი ეგა. არ გეგონოს რომ რაღაც ჯადოს თუ სოვდო წარსული არის. არა, წარსული არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ დღევანდელობაში შენ ირჩევ რას მისცე ძალა იქედან. შენ შეგიძლია რაც გაგაძლიერებს იმას მისცე ძალა, ამას გულისხმობ. ეს არის მართლა დიდებული რაღაცა, რას ვთქვი, მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს, შენ ხო გქონია ის მომენტი ალბათ, ანუ შეიძლება არ გქონია და მე მქონია. ძილის წინ უცებ რაღაცა წარსულიდან ძალიან ცუდი მოგონება შემომიტევდა და შენი დედა. და თუ მე იქით ამხარებს ტრიალდებ. მე ისევ აქეთ ამხარებს ტრიალდებ. აი ამ ყველაფრისგან რომ განთავისუფლდე, ალბათ ეგეც არის, არ ვიცი, უზარმაზარი წინსვლა რა ცხოვრებაში. ძალიან თავისუფლად შესაძლებელია. თავისუფლად შესაძლებელი. ვიცი რომ ხა ისეთ რაღაც ვამბობ, ესე მარტივი კი არ არის. არა რომ აი ესე გააკეთებ და ეს ყველაფერს უნდა ენერგიის ჩადება. როგორ უნდა გავუშვა წარსული? უნდა იმუშაო ამაზე. ტექნიკები არსებობს ამისი, ხა ამას ვერ მოგიყვები ხა ძალიან ესე ორი სიტყვაში. თუ კამერებს გარეთ დაგიწერ გეგმას. შეგიძლია რომ გეგმა დაგიწერო. როგორ შემიძლია? ლიკას შეუძლია რომ გეგმა დაგიწეროთ, წარსული როგორ დაივიწყოთ. ანუ ყველანაირი კბების გეგმარების დედაც, სადაც შეგვიძლია რომ წარსული დავივიწყოთ და წარსულის გამო არ ვსივდებოდეთ. იმიტომ რომ მართლა ეგრეა რა, როცა ეგ აი აქ მოწესრიგებული, აქაც უკვე ყველაფერი კარგად არის. ჩემი აზრით. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანში მომწეროს, რომ დაგვიწერე გეგმა შენი ბრალი იქნება ეგ. თუ შენ პირობა დადე რომ მე გეგმას დაგიწერ მართლა ხუმრობ. და შეგვიძლია ფასიც დავატოთ ამ გეგმას და კაი, პირად ცხოვრებაში ეგ ყველაფერი. პირად ცხოვრებაში ძალიან აბარა აუცილებლად. ოღონდ ძალიან პრევილი კახა რომელიც იბუტება, მე რაღაცა. არა, ეგეთებიც ხდება, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის, იმიტომ რომ მეც და ნიკაც ორივე ერთ სიხშირეზე ვართ, რეალურად ჩხუბი აღარ ხდება საერთოდ. აი, როგორც აი აბსოლუტურად. როგორც კი ოდნავ რაღაცა დესტრუქციული შეგრძნება შემოდის, აი იმ წამსვე იქვე ნეიტრალდება. და ორივე გძნობთ ამას უსიტყვოს. კი. აი შემიძლია ძალიან თამამად თქვა ეგ რომ მე და ნიკა აღჭხუბობთ რა. ოღონდ აქამდე მივედით, ესე კი არ ვიყავით პირველი დღიდან. რა თქმა უნდა. ანუ რეალურად ჩვენც გავიარეთ ბევრი რაღაცა სირთულე პირველ ეტაპზე ურთიერთობის და ბევრ რაღაცები გადავლახეთ და ამასთან ერთად უბრალოდ ორივე მივაგენით ჩვენ ინსტრუმენტებს და ჩვენ რაღაცა ტექნიკებს, რითიც აი ეს რაღაც ცენტრი გვიჭირავს რა ორივეს. და ძალიან დაგვეხმარა ურთიერთობაშიც ეგ. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ერთი და შენი სიხშირის ადამიანებთან გქონდეს კომუნიკაცია? ძალიან დიდი. თუ შენზე ვთქვათ მაღალი სიხშირის მქონე ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, ეგ ხო ალბათ კაია თუ არა? არა, მე არ ვამბობ რომ ვინმესთან არ უნდა, ანუ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობით სწავლობ. მნიშვნელობა არ აქვს. არა, მაინც. დაბალ სიხშირეს რაღაცა ისაა. კი, მაინც სწავლობ.
ყველასთან ურთიერთობით სწავლობ. მაგრამ როდესაც ერთ სივრცეში არსებობს ორი ადამიანი, აი იქ როდესაც სხვადასხვა ტალღაზეა ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა რთულია იქ, რომ ჯანსაღი ურთიერთობა არსებობდეს რა. ხო. ძალიან რთულია. მაგრამ შესაძლებელია. თან ნახე როგორ არის სიყვარულში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აღიქვავდე, ხვდებოდე, რომ ადამიანი სხვა ვერ დააკმაყოფილებს ყველა შენს მოლოდინს, რაც შეიძლება იგივე სადღაც ჩადებული კონდეს ტვინში ბავშვობიდან, რომ ასეთი არის ის ადამიანი, რომელიც მინდა რომ ჩემს გვერდით იყო. ხო, ეს არის მოლოდინები, რომელიც ტყუილი მოლოდინებია რეალურად რა. ითანის მოლოდინები, რომლებიც იმ ადამიანმა სულ არ იცის, რომ მასზე გაქვს, მე ბრაზები. საერთოდ არ იცის რა. ის ადამიანი არის თავისი ნათელით და თავისი ბნელით. როგორც მე, ჩემი ნათელით და ჩემი ბნელით, ყველა ადამიანშია ნათელი და ბნელი. უბრალოდ შენ უნდა გიყვარდეს ის ორივეთი უნდა იღებდე, იმ ნათელსაც და იმ ბნელსაც. ის ორივე უნდა გიყვარდეს, მაგრამ შენ მერე რაზე დაუსხავ წყალს, ეგ უკვე შენი არჩევანია. შენ რას გააღვივებ იმ სხვა ადამიანში, ნათელს თუ ბნელს. ანუ ეგეც შენ ხელშია. აბა რა რატო არის რომ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა ადამიანის გვერდით შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი იყოს. აი ეგზე მოქმედება არის, იმიტომ რომ ხა ორი ადამიანი ერთ სივრცეში როცა არსებობს და ურთიერთობა შეიმათ ერთმანეთზე ზეგავლენა აქვთ. ყველაფერს აქვს ერთმანეთზე ზეგავლენა. შეიძლება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს, შეიძლება ნეგატიური. ხო და ზუსტად მაგიტო ვკითხე, იმიტომ რომ არის რა, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან გინდა მეგობრობა, გიждები, ამ თქვა ბავშვობის მეგობარია, მაგრამ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს შენზე თქვა ეს ბოლო 2-3 წელი, იმიტომ რომ მისი ცხოვრება რეგრესისკენ მიდის და შენი პირიქით. ხშირად ხდება ეგ რა. უნდა გაიცალო ეს ადამიანს. იმიტომ რომ ეგ უკვე ტოქსიკური ურთიერთობა. და ეს არ არის მეგობრის მიტოვება. იცი რა, არა, ვეღარ ჯანსაღი ეგოიზმი. იმიტომ რომ ნახე თუ ურთიერთობა არის ტოქსიკური ურთიერთობიდან კარგს ვერაფერს ვერ მისცემთ ერთმანეთს. და ამ შემთხვევაში ყველაზე ჯანსაღია რომ დისტანცირდე. როგორ ფიქრობ ნეგატიური ენერგიისგან, თქო, სხვანაირისგან ავითვალი, არა, როგორ უნდა ვთქვა ახლა ეს? ცუდი თვალისგან როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი? უნდა ჩათვალო რომ არ არსებობს ეს ცუდი თვალი? აი ნეგატივი რო გიყურება, ბევრი ადამიანი გიყურება. ხო, არა. შეიძლება ხე იფიქრო რომ არ მოქმედებს რაღაცა, მაგრამ ენერგია მოქმედებს. რა თქმა უნდა, ხო, ეს ტალღები არის, ფიქრებიც ყველაფერი, ყველაფერი ტალღებია. სხვა შეიძლება იგეც ის არის ხოლმე რა, ხშირად არის რომ ადამიანს აი არ გჯერა ვიბრაციების რო ამბობენ ხოლმე და ამ დროს Wi-Fi-ს გჯერა და Bluetooth-ის გჯერა, რომელსაც ზუსტად ამ ტალღებით გადააქვს ინფორმაცია, ხო? ანუ რეალურად ვფიქრდი, ხო. ხო, ტალღებია ყველაფერი. ხო და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ენერგიის ზეგავლენა აქვს რა, შენ რას დებ სიტყვაში რას დებ მაგალითად და რა განზრახვა გაქვს საერთოდ. და როგორ დავბლოკო? თქვათ აი იმ ჩათლახის, თქვათ ფიქრების ზეგავლენა ჩემზე. როგორ დავბლოკო? კედელი როგორ აუღმართო? აი ყველაზე მარტივი ადამიანური გზა რომ გვითხრათ. ქალბატონო ზეციურო. იცი რა არის? ეხლა ესეთ რა მე არ შემიძლია რომ გასწავლო რაღაცა არა, აი შენი აქ თუ გაინტერესებს, მაგრამ მე რაც ვიცი, არის რომ შენ თვითონ როცა სინათლეს ატარებ შიგნიდან. ამხელა უნდა იყოს. არა, ანუ შიგნიდან არაფერი დიდი არ ჭირდება ამას რა. სისუფთავე როცა გაქვს შიგნით, არ გეხება ეგეთ რაღაცეები. მანიფესტაცია არსებობს შენ ცხოვრებაში. კი, როგორ არ არსებობს მანიფესტაცია, რა თქმა უნდა არსებობს. რაღაცა განზრახვა, რომელიც გულით გინდა და რაღაცა ჩაჭდებული მოლოდინები არ გაქვს, აი ის მუშაობს ხოლმე უმეტესად და არა ის, რასაც ეჭიდები ძალიან. სხვა შორს ეგრე არის. რატო ხდება შენი აზრით ისე, რასაც მე ხლა აი გიჟურად ვნატრულობ, ამ წუთას არ ხდება, მაგრამ რა წამს მოვდუნდები, მოდის ჩემთან. ზუსტად მაგიტომ. აი რატო? იმიტომ რომ ესე რომ ვებღაუჭები მე აი მაგალითად რო აიღო იგივე აი წყალში რა, ხო არის ხოლმე რომ რაც უფრო მეტად ფართხალებს შეიძლება უფრო ჩაიძირო, ვიდრე როცა მოდუნდები და თვითონ რო ამოგაგდებს ხოლმე ზედაპირზე წყალი. და ტივტივს იწყებ. და მიენდო პროცესს, რასაც ვლაპარაკობდი. ნდობა.
როცა ნდობა არ გაქვს სამყაროს მიმართ, არც არაფერი არ გეძლევა რა. ეწინააღმდეგები როგორც კი აი ამაში ხარ რა. გერით თერაპიას ატარებ შენ შვილებთან? კი, ისე. გიჩერდებიან? სუბუქად. ანუ, დიდად რო გითხარო ესე ანა სოფია უფროსი ყოფილა. გერით თერაპიაზე, მაგრამ ჯერ იცი რა არის, არ მინდა რომ მოვახვიო თავზე. აი თვითონ რო გაუჩნდებათ სურვილი. მერე მირჩევნია. შენ ყავს მესამე შვილი. კი, პატარა, 1 წლის. პატარა 1 წლის და ალბათ შენთვის უცნობია შობიარობის შემდგომი დეპრესია, ხო? ხო, არ მქონია არც ერთი ბავშვის მე. ხო, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამერიკიდან ჩამოსვლა უკვე ხო ბავშვებთან ერთად იყო? ბავშვები ამერიკაში გავაჩინე. ხო. ხო, მაგრამ არ მქონია დეპრესია პოსტპარტუმ. ეგეთი ადამიანები მოდიან შენთან? კი, როგორ არა? კი. მაგათ მგონია რომ რაღაცა ერთნაირი სიმპტომატიკა აქვს, ანუ რასაც უსმენ ხოლმე, ყველას ერთნაირი ფიქრები აქვს. ხო, მაგრამ ნახე ეგ როგორი რაღაცა არის, ესეთ თემებზე მე ძალიან ვფრთხილობ ხოლმე რა საუბარს, იმიტომ რომ რაც შეეხება დეპრესიას, არის რაღაცა ფორმები, როდესაც შეიძლება მხოლოდ ესეთი თერაპიები უძლური იყოს. იმიტომ რომ თუ იქ ქიმია არის ტვინში არეული, ხო ხდები, ჰორმონალური ფონია, იქ სხვა ექიმის ჩართვა არის საჭირო რა, ამიტომ ეს ძალიან საფრთხილო თემა არის ამ შემთხვევაში. და ძალიან კომპლექსური ჩართულობა ჭირდება და ყურადღება ქალს მშობიარობის მერე, იმიტომ რომ ძალიან დიდ რაღაცას გადის რა. ფიზიკურად, ემოციურად, ხო, რამხელა, ანუ ახალი სიცოცხლე მოგაქვს სამყაროში. შენ სხეულში იზრდება, ხო? ხო, და რამხელა ცვლილებებია ფიზიკურიც და ემოციურიც და ჰორმონალური. ამიტომ ეს ძალიან დიდი პროცესია. შენთან მოდიან ხოლმე ესეთი ადამიანები, რომლებსაც რეალურად ფსიქოთერაპია ჭირდებათ და შენც უწევ ამ ანუ რეალურად არა, მე ფსიქოთერაპევტი არ ვარ. არ ხარ, მაგრამ არა, ფსიქოთერაპევტი არ ვარ. მე ვატარებ მედიტაციებს და გერით თერაპიას და რა თქმა უნდა ეს არის დამხმარე მექანიზმი, თუმცა არის ხოლმე რომ ვიღაცები ფსიქოთერაპევტთანაც დადიან და ჩემთანაც დადიან ერთდროულად. ფსიქოთერაპიაში მე არ ჩავდივარ. ეს ცოტა სხვანაირი ტექნიკაა. ხო, და ეგ მაინტერესებდა ზუსტად რომ ხდება ხოლმე ფსიქოთერაპია შენთან მოდიან და შენ გითქვამს რომ შენ ფსიქოთერაპია გჭირდება. კი, როგორ არა ხარ, რჩევებს ზოგჯერ მეკითხებიან და ვეუბნები ხოლმე. რა რაღაცა ყოფილა რომ თქვა რაღაც გარჩევის დროს რაღაცა სიღრმეში უნდა ჩასვლა და ვეუბნები რომ ეს უკვე ჩემი კომპეტენცია არ არის და გენდობიან ალბათ მე ადამიანები ძალიან და უნდებათ რომ უფრო და უფრო მათ ჩაგახედან ხო თავის ცხოვრებაში. ხო, არიან ადამიანები ძალიან ბევრი წელია ჩემთან დადის და ძალიან ისე აქტიურად და ხშირად და უკვე სხვა ურთიერთობა მაქვს იმათთან რა თქმა უნდა. თუმცა აბსოლუტურად ყველას გძნობ ხოლმე ჩემ სესიაზე. 30 ადამიანი რო იყოს 30-ვეს გძნობ. მართლა იცი. და ამ 30-დან ერთი რო ნაკლებად იყოს ჩართული ცოტა რა იქით იყოს, იგრძნობ მაგას? აი კი, ცოტა გაფანტულოთ. კი. ჩემი აზრით ბურთი უნდა დაიდგა წინ. და ესენი აკეთებ, მაგრამ მე მგონი ცოტა ის არის. როგორ არის which-ური ენერგია? არა, ხო, ენერგია არ ვიცი, მაგრამ ეს მე რასაც ვაკეთებ, აი ამ ჯადოქრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ახლა შენ სხვაგან მიდიხარ. ეს არის აბსოლუტურად ძალიან მეცნიერულად დადასტურებული დღეს კალიფორნიაში ონკოლოგიურ ცენტრებში ხმარობენ გერით თერაპიას პაციენტებთან. მაგრამ ყველაფერი ჩვენ ახლა იმდენად მიწიერები გავხდით ადამიანები, იმდენად მიწიან, რასაც არ ვეხები, არ მჯერა, ეგეთები ვართ. რომ შენ რასაც ახლა ემსახურები, ეგ არის ჩემთვის ის აი ყველაზე კაი გაგებით ჯადოქრობა. და თან ენერგია გაქვს, ეგეთი ენერგეტიკა გაქვს, ეგეთი. რომ თვალდახუჭული გენდობა ადამიანი რა. აი ხა ყველაფერში გენდობი, ჯერა შენი და მგონია რომ ისეთ სიბრძნე გაქვს რაღაცა ნაპოვნი, რომ აი ოდნავ ჩამაჭური ტანეტა რა. იცი რა, უბრალოდ სიყვარულით ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს და არის კიდე რამე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ვხედავ, რომ რამხელა შედეგი აქვთ ხოლმე ადამიანებს და რამდენად უკეთესად გძნობენ და ყველაზე ძალიან რაც מחარებს ხოლმე აი სესიიდან სესიამდე რამდენად ანთებული თვალებით მოდიან. აი ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი სიხარული. და ეგ მაძლევს იმ ენერგიას რა. ხობი გაქვს?
ბევრი რაღაც კეთება მიყვარს. ანუ აი ხო გითხარი რომ მე მიყვარს რომ ყველაფერი შევიცნო, მაძიებელი. კი, ბარ მაძიებელი ნამდვილად. სულ რაღაც ახალი მინდა რომ მოვსინჯო, ნახო, გავაკეთო. აი შენთვის ყველაზე აი ნიკას რაც გაკვირვებია რომ მაგალითად ამანატო და გაინტერესა. აი ეგეთი რა ყოფილა? აუ რა ძალიან ბევრ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე. სხვადასხვას. აი ყველაზე ისეთი რაც ახლა შეიძლება გაგვიკვირდეს რომ და გაინტერესა. გაგიკვირდეთ ახლა ესე გავიხსენო რა შეიძლება იყოს. აი გასაკვირი? ვიცი, აი ვერ ხვდები გასაკვირი რა არის. არ ვიცი, შეიძლება. გეტყვი მაგალითად. გოჯურიუში მაქვს ნარინჯისფერი კამარი. იაპონურ კარატეში. აი გამიკვირდა. მაგალითად. გამიკვირდა. და ყველა, აბსოლუტურად ყველა სურვილი ცდილობ, რომ დაიკმაყოფილო. საერთოდ რაღაცა ახლის სურვილი, როდესაც შემოდის ადამიანის ცხოვრებაში, ხშირად ეშინიათ. არა, მე არ მეშინია. ცვლილებების ადამიანებს. არა, მე მიყვარს. მე მიყვარს ყველა გამოწვევა, რაც შეიძლება მოვიდეს ხოლმე რა. მაგრამ ნახე რა არის, ოღონდ ეს სხვადასხვა რაღაცების კეთება არ უნდა იყოს გაქცევა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე გაქცევა. აი ადამიანი გარბის. იმიტომ რომ თავის რეალობას არ გაუსწოროს თვალი, მაგიტომ ხან ერთ საკეთებს მეორეს, მესამეს, მეოთხეს და არც ერთ ბოლომდე გულს არ უდებს რა. ხო. ეგ უკვე გაქცევა არის. ერთი საქმიდან მეორე. შუაში მიტოვება რატო ხდება ხოლმე შენი აზრით საქმეები? ზუსტად მაგიტო? ხო, ალბათ მაგიტომ, იმიტომ რომ რეალურად ეხა რაღაცა ერთში რომ დაიხვეწო და კარგი იყო, ძალიან ბევრი წელი გამოცდილების სჭირდება ნებისმიერ საქმეს, ხო? რაც გამოცდილება უნდა დააგროვო, რომ იმისთვის რომ მაგარი იყო რაღაცაში. და შენ თუ ერთიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე სულ რაღაც სხვადასხვა რაღაცებს დახტი ხარ, ოღონდ ამ ყველაფერს იყენებ, ხა ხობის არ გულისხმობ. შენ თუ ამ ყველაფერს პროფესიას არ ქმევ. ეგ უკვე გაქცევა არის. გამოდის რომ ვერც ერთში ვერ გახდები მასტერი, ასე ვთქვათ. ხო. ხო? მართალი ხარ. რამე რჩევები არ გაქვს? კი არა, და გთხოვ გქონდეს რა. რამე რჩევები, რასაც გვეტყვი ადამიანებს, რომლებიც ვაიმე, მე აღარ მიყვარს ხოლმე ესე დამოძღვრა ადამიანები. ხო, მაგრამ აი, იმიტომ რომ ნახე სიტუაციას გეტყვი. ხო, მითხარი, კაი. აი სიტუაციას გეტყვი, ეხა პირდაპირ კი არ გეუბნები, რომ ნებისმიერ ადამიანს ურჩიერა. ვინც რთულ პერიოდს გადის ცხოვრებაში ძალიან და საკუთარი თავის მიუღებლობა აქვს, და აი შენი აზრით პირველ რიგში რა უნდა გააკეთო? პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ გამონახონ ძალა საკუთარი თავის შეყვარების თავიდან. იმიტომ რომ შენ თუ შენი თავი არ გიყვარს, არ არსებობს რომ ვინმე გიყვარდეს და სამყარო გიყვარდეს. ძალიან გადაჯაჭვულია ეს ყველაფერი რა. და იმის აღქმა, რომ ყველა ადამიანი არის უნიკალური რა და იმ ფორმით შეიყვარო შენი თავი და იმ უნარებით და იმ უნიკალურობით რითიც მოხვედი, თავიდან დაინახო ეს ყველაფერი და კიდე ერთხელ სცომდრი პლუსებზე გააკეთო აქცენტი და ის სიყვარული მისცე შენ თავს რა, ის სიყვარულს შენ თავს რო აძლევ, ის სინათლე შემოდის. აი როგორ უნდა გავაკეთო ეგ, როდესაც აი ვერ ვიტან რა დღევანდ, აი გავიღვიძე და აი ღრუბელი დამყვება და საკუთარი თავიც არ მომწონს და დედა და მამაც მაგიზიანებენ, თქოს, არა მე გვიждები თქვენზე კაცო, მაგალითი მოყვა. აი როგორ უნდა ვიპოვო სიყვარული მაგ დღეს და მაგ მომენტში. აი თავს ვაიძულო, რომ მადლობა ვთქვა, როცა თქვი რა არაფერი არ მაქვს სამადლობელი, იმიტომ რომ პირიქით რა. რაღაც ეტაპზე უნდა აიძულო. სანამ არ გაიაზრებ. აი იქამდე უნდა წერო, სანამ არ დაიჯერებ. წერით? ხო, შეგიძლია წერითაც. აი მაგალითად ნიკა წერს ხოლმე. და ძალიან მაგრამ მუშაობს წერა. სამადლობელო. წერილები. მადლიერება, ანუ მადლიერებ, რისი მადლიერი ხარ. ხო, ეგ ძალიან მაგარი. ხო. ძალიან კარგად მუშაობს რა, ეგეთ რაღაცეები რა და იცი რა არის, არ არის საჭირო ძალიან დიდი რაღაცა იმის მიზნების დასახვა წინ რა, აი ამ გზაზეც. რაც სივრცე ხოლმე მისცე შენ თავს და იმდენი უნდა გააკეთო, რამდენიც შეგიძლია ამ მომენტში. იმაზე მეტი არ უნდა მოთხოვო რა. ხო. პატარ-პატარა ნაბიჯებით რა.
ცოტა. ცოტა შეცვალე. რო ვისურვებ, აი აქედან. ჯერ ერთი საფეხური ადი, ერთ საფეხურით ზემოთ და მე ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მე უბრალოდ არ ვიცი, ახლა შეიძლება გამექცეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი და ცოტა ისეთი რომ მე მგონი დავღალე, მაგრამ მე ხა უნდა ჩამომიწერო სამოქმედო გეგმა. ამიტომ წავედი. ხო მიწერ, მართლა მიწერ. ხო, გადაკეტეთ, კარი უნდა დამიწეროს. ძალიან დიდი მადლობა. Subway არის ჩვენი სპონსორი და გთხოვთ ჭამეთ და სვით.